მოგესალმებით თქვენ უსმენთ რადიო მედეფემს, მე ვარ სალომე დილუაშვილი. ეთერშია საავტორო საათი, რომელსაც დღეს თბილისის ონკოლოგიური ცენტრი წარმოგიდგენთ. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ საუბრის თემას და ჩვენს სტუმარს. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ თავკისრის სიმსივნურ დაავადებებზე. ჩვენი სტუმარი შესაბამისად ამ სფეროში ძალიან კომპეტენტური ადამიანი გახლავთ. მეცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოლოგი, ქირურგი, თავკისრის სიმსივნური დაავადებების სპეციალისტი ბატონი მინდია ლანჩავა. 242-103 ეს არის რადიო მედეფემის ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და 1 საათის განმავლობაში, სანამ ეთერში ვიქნებით და ვისაუბრებთ ამ პათოლოგიებზე, თქვენთვის სასურველი და საინტერესო შეკითხვით მიმართოთ ჩვენ სტუმარს 242-103 კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მოგესალმებით, მინდია, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მოდით დავიწყოთ საუბარი და დავიწყოთ ტრადიციულად, ჩემთვის ტრადიციად იქცა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ განსაკუთრებულად საინტერესო ეს არის სტატისტიკა. როგორია სტატისტიკა ონკოლოგიური დაავადებების თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა საქართველოში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მადლობას მოგახსენებთ და მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს. რაც შეეხება თავისა და კისრის ავთვისებიან სიმსივნურების სტატისტიკას, ზოგად ონკოლოგიურ დაავადებათა სტრუქტურაში მათ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავთ. მათი პროცენტული ხვედრი ვარიაბელურია სხვადასხვა კლინიკური კვლევების და კლინიცისტების კვლევების გათვალისწინებით და ვარირებს სადღაც 35-დან 40%-მდე ზოგად ონკოლოგიურ დაავადებათა სტრუქტურაში. სადღაც ესეთი პროცენტული ხვედრი წილი არის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაავადებები მიეკუთვნებიან ხილული ლოკალიზაციის პათოლოგიებს, სამწუხაროდ მათ დიაგნოსტიკას არ შეიძლება დღესდღეობით უწოდოთ ჩვენ დროული, რის გამოც ძალიან ხშირი არის ამ პათოლოგიებით შორტწასული შემთხვევების და გავრცელებული სტადიის მქონე პაციენტთა. ხომ არ არის ის პრობლემა, რომელსაც თვითონ ყოველთვის ვაწყდებით, ხომ არ არის ადამიანები ბევრი მიზეზის გამო გვიან მიმართავენ ექიმს. საქართველოში ეს სენი არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამით არის გამბერებული, რა თქმა უნდა. თუ იმის ბრალიც არის, რომ რაღაცა ვერაგითვისებები აქვს ამ დაავადებას და საკმაოდ გვიან ფორმაში გრძნობს ადამიან, სტადიებში გრძნობს ადამიანი, რომ პათოლოგია აქვს. ერთი პრობლემაა, რომ პაციენტი დაუშვათ ამა თუ იმ მიზეზის გამო გვიან მიმართავს დაწესებულებას, ხო? თითქოს ეს სოციალური პრობლემა. რა თქმა უნდა. და ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში გვხვდება ესეთ პაციენტები, რომლებიც აი თქვათ მიმართავენ ექიმებს, თქვათ რომელიღაცა დაწესებულებათა კერძოდ რამშულობა აქვს, ხო? და გადის აი ძალიან დიდი ხანი მაგალითად და პაციენტი გადის არასწორ კურნალობას და უბრალოდ მიდის რაღაც არასწორი მიმართულებით. ეს ექიმის ბრალი ამ შემთხვევაში. ალბათ ექიმის ბრალი ნაკლებად არის. უბრალოდ აი მიზანმიმართულად თუ მოხდება პაციენტი, რა თქმა უნდა, სპეციალიზებულ დაწესებულებაში, იქ უფრო ნაკლები იქნება მსგავსი შემთხვევები. კარგით. მოდით კონკრეტულად მივყვეთ, ეხლა შეკითხვებს დაგისვენთ, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს ჩვენი მსმენელი, რა შემთხვევაში შეიძლება აიღონ ეჭვი მიმართონ ექიმს, რა დაავადებებთან გვაქვს საქმე და ამ შემდეგ. პირველ რიგში მაინტერესებს თავკისრის სიმსივნურ დაავადებებს შორის ყველაზე უფრო რომელია გავრცელებული? აი ერთ-ერთი ყველაზე თქვათ ხშირი რაც და როგორც გითხარით ხილული ლოკალიზაციის დაავადებებს მიეკუთვნება, რაც თქვათ სადიაგნოსტიკოდ აი შეუღარაღებული თვალითაც იოლად შესამჩნევი და აღსანიშნავია, ეს არის კანის დაავადებები, იქნება კეთილმცვებიანი პროცესები თუ აუცილებელი პროცესები, ხო? კანის აუცილებელი დაავადებების სიხშირით თითქმის აი მესამე ადგილს იჭერს, მესამე ადგილი უჭირავთ კუჭისა და ფილტვის თქვათ კიბოს უთმობენ ადგილს. თავისი სიხშირით. ეს კანის აუცილებელი დაავადებები უმეტესწილად ვითარდებიან პრეკანცეროზული ასე თქვათ დაავადებების ფონზე, რომლებიც ანუ რა დაავადებებს გულისხმობთ ცოტა პოპულარული ენაზე ვისაუბროთ. არის ძალიან ბევრი პრეკანცეროზული დაავადებები, ეს არის სხვადასხვა სახის კერატოზები, კანის სხვადასხვა ატროფიული მოვლენები, რადიაციული წყლები თუ და კიდევ სხვა მრავალი.
რომლის დიაგნოსტიკა, რა თქმა უნდა, კლინიცისტვის და ონკოლოგისტვის ახლა თვალით და კლინიკურად შესაძლებელია, მაგრამ აი ციტოლოგიური კლევა, ბიოპსიას გულისხმობ ციტოლოგიური კლევა და მისი უჯრედული კლევა 85% შემთხვევაში იძლევა სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას. კარგით, უფრო დავკონკრეტდეთ, სანამ ექიმთან მივა ადამიანი და რაღაც ეჭვს აიღებს, რა უნდა შეამჩნიოს თავის თავს, თუნდაც ავიღოთ კანის სიმსივნური დაავადებები. რა სიმპტომებია, რაც შემდეგ რაღაც ეჭვს აღუწრავს? კანის აუცილებელი დაავადებები, რომლებიც უფრო ეპითელური გენეზისია, უმეტესწილად ვითარდება უფრო შედარებით ხანდაზმულ პერიოდში და ხანდაზმულ პაციენტებში. ეს გამოწვეულია რადიაციული ფონით, კანის ატროფიული ცლებებით და რის შედეგადაც ან კიდევ წინას არ განწყობილი ამ პრეკანცეროზული დაავადებებით, რომლის ფონზეც ვითარდება სხვადასხვა სახის პათოლოგიები, იქნება ეს წყლოვანი პროცესი თუ რაღაც ეგზოფიტური პროცესი, რომელიც არ ექვემდებარება, თქვათ, ჩატარებულ მედიკამენტოზურ, თქვათ, ამა თუ იმ სახის მკურნალობას, მისთვის არასპეციფიურ მკურნალობას და ეს დაავადებები, რა თქმა უნდა, გამოირჩევიან იმით, რომ არიან გრადები ამ მკურნალობის მიმართ და რო არ ვისაუბროთ იმაზე, რომ იზრდებიან იმ მატულობენ ზომაში და რა თქმა უნდა, იჭერენ უფრო დიდ ფართს სახეზე და ხდება მათი გავრცელება უფრო ღრმა ქსოვილებში. და როგორ ხდება მათი დიაგნოსტირება? როგორც მოგახსენეთ, ალბათ ერთ-ერთი უფრო უპირველესი არის მათი ციტოლოგიური დიაგნოსტიკა. რომლის შედეგად ციტოლოგიური კვლევის შემდგომ 80% სიზუსტით, 85% სიზუსტით ისმება ამა თუ იმ აუცილებელი დაავადების დიაგნოზი. და რომლის შემდგომაც უკვე უფლებამოსილია და აუცილებელია დაიწყოს სპეციფიური მკურნალობა. და რას გულისხმობს ეს მკურნალობა? მკურნალობა აუცილებიანი დაავადების, კანის აუცილებიანი დაავადების. ხო, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში გეკითხებთ, სხვა შემთხვევები მე განვიხილავ. რა თქმა უნდა, ეს არის დამოკიდებული იმ სტადიაზე, თქვათ, რა სტადიაზე იქნება დაავადება დადგენილი და ზოგადად პაციენტის მდგომარეობაზე ზოგადად და ასაკზე და კიდევ მრავლობითი ფაქტორი განსაზღვრავს. უმეტესწილად დაავადების მკურნალობის მეთოდი არის ქირურგიული, თუ შესაძლებელია რომ ქირურგიული ჩარევით მოხდეს დაავადების რადიკალურად გულისხმობს, რომ დაავადების აბსოლუტურად ჯანმრთელი ქსოვილების ფარგლებში ამოკვეთას. ეს ერთ-ერთი პრეროგატიული მეთოდი არის ამ დაავადების მკურნალობის და ასევე ძალიან ეფექტური არის სხიური თერაპია. სხიური თერაპია გულისხმობს დასხივებას დაავადებისას, რომელიც ძალიან დიდ პროცენტულ შემთხვევაში ემორჩილება საკმაოდ კარგად ამ მკურნალობას. გასაგები. კარგით, მე კიდევ ერთხელ დავაანონსებ ჩვენი გადაცემის თემას. ჩვენ დღეს ონკოლოგიურ პრობლემებზე ვსაუბრობთ კონკრეტულად თავკისრის სიმსივნურ დაავადებებზე. სწორედ თავკისრის სიმსივნური დაავადებების სპეციალისტი, ონკოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მინდია ლანჩავა გახლავთ ჩვენი სტუმარი. ის გახლავთ თბილისის ონკოლოგიის ცენტრის ონკოლოგიური დისპანსერის, ესეც იცნობენ ადამიანები. ხო, მაგრამ დისპანსერებიც ცნობენ და იცნობენ. ექიმი თანამშრომელი 252-100-3 კი ჩვენ სტუდიის ტელეფონის ნომერია, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და კითხვა დაუსვათ ბატონ მინდიას. კარგი, თქვენ მე როდესაც კითხეთ ყველაზე მეტად გავრცელებული თავკისრის სიმსივნურ დაავადებებს შორის რომელიმეთ კი, პირველ რიგში დამისახილეთ კანის ავთვისებიანი სიმსივნეები, რაზე ჩვენ ვისაუბრეთ და აი შემდეგ უკვე ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები არის, ქალბატონებში არის ძალიან ხშირი, მეტად ქალბატონებში ხდება მამაკაცებისთვის დამახასიათებელია ხორხის დაავადებები არის წამყვანი, ერთ-ერთი ძალიან ესეთი მძიმე პათოლოგია და პირიზრუს და საყლაპავის დაავადებები. ქალბატონებში ფარისებრი ჯირკველი მოგეხსენება ძალიან აქტუალური არის. კარგი, დეტალურად ყველა ამ პათოლოგიაზე რეკლამის შემდეგ 2 წუთში განვაგრძოთ საუბარი.
აი ეს ტკბილი და ძალიან ისეთი რომანტიული მუსიკალური განწყობის შემდეგ ჩვენ კვლავ დავბრუნდით ეთერში. ჩვენ საუბრობთ საკმაოდ არასასიამოვნო პათოლოგიებზე, თუმცა სასიამოვნო ამ გადაცემაში ის გახსოვთ, რომ ბევრ საინტერესო და სასარგებლო რჩევას მიიღებთ ჩვენი სტუმრიდან. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ თავკისრის სიმსივნურ დაავადებებზე. ჩვენ სტუმარი კი თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკოლოგი, ქირურგი, მედიცინის დოქტორი, თავკისრის სიმსივნური დაავადებების სპეციალისტი მინდია ლანჩავა გახლავთ. 252-100-3 შეგიძლიათ დაგვირეკოთ და კითხვა დაუსვათ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ბატონ მინდიას. მოდით განვაგრძელოთ საუბარი. მე მინდა სანამ კონკრეტულად ფარისებრ ჯირკვლის პრობლემებზე ვისაუბროთ, რომელიც ძალიან გავრცელებულია საქართველოს მოსახლეობაში, მანამდე თქვენს მიერ ჩამოთვლილი კიდევ რამდენიმე პრობლემა შევახოთ. ეს არის მაგალითად ხორხის დაავადებები, რომელიც თქვენ ახსენეთ და მამაკაცებში უფრო ხშირია ვთქვით, ხომ? რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე, რა სიმპტომები, როგორია მკურნალობა, ისე მივყვეთ და ვისაუბროთ ამაზე. რაც შეეხება ხორხის პათოლოგიებს და ხორხის ავტოსებიან დაავადებებს კერძოდ. ეს დაავადებები უმეტესწილად იწყებენ განვითარებას, გავრცელებას და უფრო რთულ სიტუაციებში გადასვლას ქრონიკული ხანგრძლივი ანთებადი პროცესებისა და ქრონიკული ლარინგოფარინგიტების წინსწრებით დიაგნოსტირდებიან ხოლმე. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი არის თამბაქო, რაც მავნეჩვევებიდან შეიძლება დასახელდეს. გორმონალური ცვლილებები და გორმონალური ძვრებით, აი რაღაც კლინიკური სხვადასხვა გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც თამაშობენ გარკვეულ როლს ამ დაავადებების დროს. ძალიან ხშირად ეს დაავადებები სამწუხაროდ დიაგნოსტირდებიან ძალიან არ თუ ისე ხშირად, არ თუ ისე იშვიათად შორტსულ სტადიებში, მესამე-მეოთხე სტადიებში. პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობენ, აი ამ ვთქვათ ხორხის ანთებადი პროცესების გამო, შემდგომში უფრო დაწვრილებითი კვლევებით დაუდგინდებათ ხორხის ავტოსებიანი პათოლოგია. ძალიან აუცილებელია ასეთ შემთხვევებში, როცა თქვათ ეჭვი გვეპარება და ვერ დგინდება დიაგნოზი და როდესაც ხშირად მკურნალობას არ ექვემდებარება ეს დაავადებები ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჩაუტარდეს პაციენტს ენდოსკოპიური კვლევა არის ესეთი გამოკვლევა, ზონდისმიერი კვლევა, როცა პაციენტს აი ხორხის ვიზუალიზაცია ხდება თვალნათლივ, აბსოლუტურად მისი ყველა დეტალი და ყველა მისი ზონა თვალიერდება და სადაც საეჭვო და ესეთი უბანია იქნება ნაპოვნი, იქიდან ხდება ციტოლოგიური კვლევა, ბიოპსია, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, რომლის შემთხვევაშიც დგინდება დიაგნოზი და შემდგომში უკვე დროულ მკურნალობას, რა თქმა უნდა, უფრო ეფექტური გამოსავალი აქვს ვიდრე შემთხვევაში. გასაგებია. და პერისხრუს დაავადებებზეც ვისაუბროთ, კონკრეტულად რა პათოლოგიებთან გვაქვს საქმე და რა შემთხვევასთან. უმეტესწილად ეს პერისხრუს ავტოსებიანი პათოლოგიები არის ასევე ხანდაზმული პაციენტებში ხდება უფრო ხშირად მამაკაცებში. იქ ძალიან დიდ როლს თამაშობს მავნეჩვევები, ალკოგოლური ესეთი მჭარბი რაოდენობა და მავნე ესეთი მიღება, ქრონიკული წყლები და ქრონიკული ანთებადი პროცესები, რომლებიც არ ექვემდებარებიან დაუშვათ მკურნალობას, არ გააჩნიათ უკან განვითარებისაკენ მიდრეკილება, აი მაგალითად ხანგრძლივი გაღიზიანების შედეგად ეს ზოგჯერ შეიძლება იყოს აი კარიესული კვილი, რომელიც ტრავმირებას უწევს დაუშვათ ენას, ლოყას და ცდება დაავადება წყლი, რომელიც ადრე თუ გვიან აღმოჩნდება არის რომ ავტოსებიანი პროცესი. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია სტომატოლოგებისათვის და ყბასახის ქირურგებისთვის და სხვადასხვა მიმართულების ექიმებისთვის, რომ ტენდენცია იყოს მიმართული იმისაკენ, რომ პროცესი, რომელიც არ განიკურნება მედიკამენტოზური მკურნალობით და არგანისტის
განვითარებას ამ ჩვენი მკურნალობის შემდგომ საფიქრებელია და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არ არის ანთებადი პროცესი და არის რაღაც სიმსივნური დაავადება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დიაგნოსტირებული ციტოლოგიური გზით. გასაგებია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ თავკისრის სიმსივნურ დაავადებებზე. სტატისტიკურად, როგორც ჩვენმა სტუმარმა ბატონ მინდიამ თქვა, სიმსივნურ დაავადებათა შორის 35-40% მოდის სწორედ ამ პათოლოგიაზე, ხო? შესაბამისად საკმაოდ დიდია პროცენტული მაჩვენებელი. თქვენ მიიღებთ ძალიან სასარგებლო რჩევებს და ინფორმაციას ამ პათოლოგიებთან დაკავშირებით. თუ გაგიჩნდება შეკითხვა, შეგიძლიათ დაგვირეკოთ კიდევაც პირდაპირ ეთერში ნომერზე 242 103. და ასევე მინდა კითხოთ ზოგადად, როდესაც ჩვენ ზოგად სიმპტომატიკაზე არ გვისაუბრია, რა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის. მე ვიცი რომ კი არ ვიცი რამდენად სწორად ვიცი რომ ასე თუ ისე სიმპტომები აი რაღაც არსებობს საერთო სიმპტომები რომლის შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება ივარაუდოს რომ არც თუ თლად კარგ პათოლოგიასთან აქვს საქმე რა სიმპტომებია ეს რა შემთხვევაში უნდა მიმართოს აუცილებლად და დაუყოვნებლივ ექიმს რომ შორს წასულ სტადიებთან მე აღარ გქონდეს საქმე რა თქმა უნდა, გამომდინარე დაავადების სახელწოდებიდან ეს არის სიმსივნური პროცესი, რომელიც თქვა გაჩნდება ამა თუ ორგანოზე. ავტოჩ ლაპარაკობთ თავზე და კისერზე, რომელიც იოლის ადიაგნოსტიკობა თუ თვალნათლივ მაგიქმება. მაგრამ რაც შეეხება კლინიკური კუთხით, ნებისმიერი წარმონაქმნი, რომელიც დგინდება ეხოსკოპიურად, პალპატორულად თუ სხვადასხვა უფრო ინვაზიური კვლევებით ძალიან საყურადღებოა პირველ რიგში უშუალოდ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ეს სწორედ ეს არის ეს განეკუთვნება ესეთი რიგის დაავადებებს, რომლის დროული მკურნალობა, რა თქმა უნდა, განაპირობებს ეფექტური მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობას. რაც შეეხება ჩვენ ფარისებრ ჯირკვალზე ვისაუბრეთ. უნდა ვისაუბროთ გაცილებით უფრო მეტი და დეტალურად ცოტა ხანში, ხო? დიახ. აი ეს სწორედ ეხოსკოპიური კვლევებით ფარისებრ ჯირკვალში არსებული კვანძოვანი წარმონაქმნები უმეტესწილად, რა თქმა უნდა, ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა პრეროგატივა არის ენდოკრინოლოგიური სფეროს სპეციალისტებისათვის, მაგრამ აი ამ კვანძოვანი პროცესების და დინამიური დაკვირვება წლების განმავლობაში და ხანგრძლივი დროით გადადება მათი დაუშვათ სპეციფიური დიაგნოსტიკისათვის არ არის სასიამოვნო აი ასეთ ამ კუთხით. გასაგებია. და სხივური თერაპია, რომელიც ასევე მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი არის, ხო? როგორი არის და მე ვიცი რომ თქვენთან კლინიკაში არსებობს მეთოდი, ხო? ხო სწორად ამბობთ, მე მინდა რომ თქვენ უფრო კომპეტენტურად ავხსნათ მსმენელს, რომელიც საქართველოში ანალოგია არ გამოიყენება. რაზე არის საუბარი? საერთოდ ეს სხივური თერაპია რა შემთხვევაში გამოიყენება და აი თქვენს ექსკლუზიურ მკურნალობის მეთოდზეც ვისაუბრებთ. კი ბატონო, ეს სხიური თერაპია, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომელიც ახლა ჩვენს კლინიკაში სულ ახალი დანერგილია, მარტო ისე ახალი, მაგრამ სხვა კლინიკებში ეს ასეთი მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ აპარატურა არის ონკოლოგიურ ცენტრში. ეს გამოიყენება ეს სხიური მეთოდი სარძევე ჯირკვლის აუცილებელი პათოლოგიების დროს, რომელსაც ინტრაოპერაციული სხიური თერაპიის სახელწოდება აქვს, იმიტომ რომ ტარდება ინტრაოპერაციულად. როცა ოპერაციული გზით შესაძლებელია რადიკალურად ამოიკვეთოს სიმსივნური პროცესი, ხდება სიმსივნის დაავადების სარეცელის დასყიდვა ინტრაოპერაციულად, უშუალოდ შეხებაში არის ეს აპლიკატორი, რომელიც თქვათ ასყივებს ქსოვილებს და რომელიც საგრძნობლად ზრდის დაავადების, საგრძნობლად ამცირებს დაავადების განვითარებას, რეციდივის განვითარებას. და სწორედ ამ მეთოდიკაზე მკითხეთ ახლა თქვენ მე და ეს არის მამოლოგიური, ჩვენთან მამოლოგიურ განყოფილებაში ფუნქციონირებს ეს მეთოდი მკურნალობის. ძალიან კარგი. რომელიც იძლევა საშუალებას შეუნარჩუნდეს ქალბატონს მკერდი, ანუ ეს რა თქმა უნდა ჩვენება უნდა ქონდეს ამ ოპერაციას, ისე დაავადება არ უნდა იყოს ძალიან გავრცელებული.
და შესაძლებელი იყოს ჩატარება ინტრაოპერაციული მსხიური თერაპია. და რაც შეეხება ზოგადად ოპერაციულ მკურნალობას ამ შემთხვევებში, თავკისრის სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში, აი ამაზეც მინდა რომ ესაუბროთ. ხშირ შემთხვევაში არის თუ არა გარდაუვალი ოპერაციული ჩარევა და როგორ ხდება ეს ყველაფერი, რა სახის ჩარევა ხდება, რამდენად რთულ ოპერაციებთან გვაქვს საქმე? რა თქმა უნდა, ძალიან კარგია თუ პაციენტი ოპერაციის გარეშე გადარჩება და ამ პრობლემას მოგვარებისკენ წავალთ ქირურგიული ჩარევის გარეშე. ვინაიდან როგორც მოგახსენეთ, სახეკის ესეთი ლოკალიზაციები იქ ძალიან შეზღუდულია და ფართო მასშტაბის ოპერაციები, რომლებიც უმეტ სამწუხაროდ აუცილებელი ხდება ასეთი რადიკალური ოპერაციების ჩატარება. უმჯობესია რომ სწორედ დროულად დადგენილი დაავადების დროს მოხდეს მინიმალური ჩარევა, რომ მოგახსენებათ პირის ღრუ, სასუნთქი ორგანოები, საყლაპავი, ეს ისეთი ლოკალიზაციები, რომლებიც ერთად გაივლიან აი ამ სფეროში და რომლის დროსაც ხდება პოლიორგანული დაზიანება, როცა რამდენიმე ორგანო არის ჩარეული. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დროული დიაგნოსტიკა ამ დაავადებების, რომ ჩარევა იყოს მინიმალური და ყველაზე რთული მაინც რომელი ოპერაცია, შეიძლება ძალიან შეკითხვას გისვამთ. არა პროფესიონალურს, მაგრამ საინტერესოა ძალიან. რთული საქმე რაში არის პაციენტისთვის რთული, აი ძალზედ საშიში და ვერაგი დაავადებები არის, როგორც ვახსენეთ. პირის ღრუს ენის დაავადებები, რომლებიც უმეტესწილად თუ ცდებიან მხოლოდ ერთ ორგანოს და გადადიან მეორე ორგანოზე, აი აქ უკვე თქვენც მიხვდებით, რომ ორი ორგანოს აი ორი ორგანოს დაზიანება უკვე ძალიან ტრაუმულად აღიქმება, რა თქმა უნდა, პაციენტისა და გარეთყოფთათვის და ეს პაციენტები ძალიან შესაბამისად მეტყველების უნდა გაკეთოს ადამიანი და ძალიან რთულ სიტუაციას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასესემონო ოპერაციად არის განეკუთვნება, რომელიც სამწუხაროდ როცა სხვა ის არის. რთულად ჩასატარებელია, როგორც მივხვდი ხომ თქვენი საუბრიდან. თუმცა იშვიათია ხომ ეს შემთხვევები? არც თუ სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათია. ძალიან ცუდი. 242 და 3 რადიო მედეფემის ტელეფონის ნომერია. ჩვენ დღეს კანის კერდა თავკისრის სიმსივნურ დაავადებებზე ვსაუბრობ. ჩვენი სტუმარი თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი, თავკისრის სიმსივნური დაავადებების სპეციალისტი მინდია ლანჩავა გახლავთ. ჩვენ გაცემის წინა ნაწილში ვისაუბროთ ყველაზე გავრცელებულ ავთვისებიან პათოლოგიის სიმსივნებზე, ეს გახლავთ კანის ავთვისებიანი სიმსივნები, ვისაუბროთ მის დიაგნოსტირებასა და მკურნალობის მეთოდებზე, ასევე ხორხის დაავადებებზე, რომელიც ძალიან გავრცელებული ყოფილა ასევე და ახლა მოვჩვით საუბარს პირის ღრუს დაავადებებზე. ვიდრე გადავალთ მომდევნო თემაზე, მე ძალიან მინდა გკითხოთ სკრინინგზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. და საკუთარ დიდი როლი აკისრია იმაში, რომ ადამიანები ვინც იყენებს ამ სკრინინგს, დროულად ახდენენ დიაგნოსტირებას ამ თუ იმ პათოლოგიის და შესაბამისად შედეგებიც უკვე კარგია. არსებობს თუ არა სკრინინგის რაიმე მეთოდი თავკისრის სიმსივნურ დაავადებებისთვის? სკრინინგის პროგრამა და რას გულისხმობს ეს? სამწუხაროდ უშუალოდ თავკისრის სიმსივნების პათოლოგიებზე სკრინინგ პროგრამა რაც პროფილაქტიკურ ღონისძიებას გულისხმობს, როგორც ასეთი არ არის. ეს ისევ და ისევ არის იმ ექიმების ვალი და ვალდებულება, რომელთანაც მოხდება პაციენტი, როცა ეჭვი იქნება მიტანილი რაიმე პათოლოგიაზე და თუმცა მეტად საეჭვო პათოლოგიაზე, ჩაუტარდეს ყველა ის კომპლექსური გამოკვლევა, რომელიც ან გამორიცხავს, ან დაადგენს დროულად ონკოპათოლოგიას.
რომელიც მოგცემს სწორი მკურნალობის დაწყების საშუალებას. და რაც შეეხება ზოგადად სკრინინგ პროგრამებს, მოდი თქვენ ახან ონკოლოგი ხართ ჩვენს ეთერში, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად აქცენტი გავაკეთოთ ამაზე, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არ იყენებენ ამ არაჩვეულებრივ შანსს, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, სრულად და საკმაოდ ძვირადღირებულ კვლევებს აფინანსებს, ხომ, სახელმწიფო და თქვენს ცენტრში, თბილისის ონკოლოგიის ცენტრში, მე როგორც ვიცი, თბილისის მოსახლეობისთვის ეს პროგრამა გააქტიურებულია, მოდით თქვენ მოუყევით მსმენელებს ამის შესახებ. ესე იგი, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, როგორც მბრძანეთ, ფუნქციონირებს ეს სკრინინგ პროგრამა, რომელიც ქალბატონების, ეხლა ის არ გამომივიდეს ასაკობრივი ზღვარი არის, რომელიც აი ასაკობრივი ზღვარში ქალბატონებისთვის ზუსტად ეხლა არ შემეშალოს, რომ მსმენელი არ შევიყვანოს შეცდომაში, არის ასაკობრივი კატეგორიები, რომელიც 25-დან 25 წლამდე მგონი არის, 25 წლიდან ზემოთ. არის რა თქმა უნდა, ხო, მამოლოგიურ სფეროში არის ეს, სადაც შედის საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მამოლოგიის კონსულტაციით დაწყებული, ეხოსკოპიური კვლევა, მამოგრაფიული კვლევა და ციტოლოგიური. სრულად უფასოდ. ხო, დასწორად კიდე ერთხელ გიმეორებთ არ შემეშალოს ასაკობრივი კატეგორია. ასევე არის გინეკოლოგიურ სფეროში სკრინინგი ფუნქციონირებს. იქაც რაც აუცილებელი კვლევები არის და ასე მამაკაცებისთვისაც კი ბატონო, დიახ, რომელიც რა თქმა უნდა ჯობია პაციენტი რომ მიმართავს კლინიკას, იქ ადგილზე გაიგოს ზუსტად როგორი სახის და რომელ იმაში ხდება პაციენტი. ძირითადად ყველაზე მეტად რისკ ჯგუფს ვინც წარმოადგენს იმათ კვლევებს ითვალისწინებს სკრინინგ პროგრამა, ასე რომ თქვენ თბილისის ონკოლოგიის ცენტრში გიძლიათ დაუკავშირდეთ და ისარგებლოთ ამ არაჩვეულებრივი მეთოდით. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დრო, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. და ჩვენი გადაცემის ბოლო სეგმენტი შემოგიერთდით ეთერში, უსმენთ ავტორ საათს, მე ვარ სალომე ლილუაშვილი, ჩვენ დღეს თავკისრის სიმსივნურ დაავადებებზე ვსაუბრობთ, ჩვენი სტუმარი, სწორედ თავკისრის სიმსივნური დაავადებების სპეციალისტი, ონკოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ექიმი მინდია ლანჩავა გახლავთ. ჩვენ გადაცემის წინა ნაწილში ვისაუბრეთ ყველაზე მეტად გავრცელებულ პათოლოგიებზე, კანის ავთვისებიან სიმსივნეებზე, ხორხის დაავადებებზე, პირის ხრუს დაავადებებზე, ვისაუბრეთ ასევე პრევენციაზე, სკრინინგის შესახებაც მოგაწოდეთ ინფორმაცია და ახლა სტატისტიკაზე ბუნებრივია ვისაუბრეთ, დიაგნოსტირებასა და მკურნალობის მეთოდებზე. და ყველაზე არა, მაგრამ ძალიან საინტერესო თემა, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა, ეს არის ფარისებრი ჯირკვალი. გავრცელებული არის ძალიან ეს პრობლემა ჩვენს მოსახლეობაში. რისი ბრალია ეს აი ასე ძალიან რომ არის გავრცელებული? ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რაოდენობით და ძალიან დიდი სიხშირით ხდება უფრო ხშირად ქალბატონებისთვის დამახასიათებელია ეს პროცესები. ამ დაავადებების ზრდა ნაწილობრივ გამოწვეულია გორმონალური ფონის ცვლილებებით ორგანიზმში, რომელიც კავშირში არის როგორც სხვადასხვა გორმონალურ ორგანოებთან, რადიაციული ფონის ზრდასთან, ჩვენს ირგვლივ და საერთოდ ზოგადად. და ალბათ რა ნაწილობრივ კავშირშია უფრო დიაგნოსტიკის გახშირებით. აი სწორედ იმით რომ დიაგნოსტირდებიან ეს დაავადებები ხშირად. აი ამ ყველაფრით ალბათ უფრო არის ამ დაავადების გახშირება გამოწვეული. გასაგებია. და ფარისებრი ჯირკვის უფრო მეტად რომელი პათოლოგიებია გავრცელებული? აი კვანძოვანი ციყვი, აი კვანძოვანი პროცესები არის მეტად საყურადღებო ჩემთვის როგორც ონკოლოგისტვის და პაციენტისთვის გამომდინარე იქიდან რომ ეს არის კვანძოვანი დაავადება, არ იყოს ონკოლოგიური პროცესი, სიმსივნური პროცესი. პაციენტები, რომლებიც ეხოსკოპიურად უდგინდებათ კვანძის არსებობა ფარისების ჯირკვალში და ეს კვანძი არის ესეთი ზომის, რომ შესაძლებელია მისი დიაგნოსტირება ფუნქციით, აი ციტოლოგიური გზით. აუცილებელი ალბათ იყოს დიაგნოზი დასმული. თქვათ იმ შემთხვევაში თუ იქ არ არის რამე ისეთი საეჭვო და თქვათ ატიპიური და რაღაც არასესემონო უჯრედების კომპონენტები ნახი, ხო?
პრინციპში ეს პაციენტები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობენ ენდოკრინოლოგებთან, ამა თუ იმ მედიკამენტოზური თერაპიით და თუ არის იმისკენ მიმართულება, რომ ეს კვანძი განიცდის უგანვითარებას, ალაგდება ან ვთქვათ შედარებით ეხოსკოპიაზე უკვე უფრო პატარა ზომის არის, რა თქმა უნდა, უმჯობესი არის თუ ეს ყველაფერი ისევე მედიკამენტოზური გზით მოგვარდება ეს პროცესები. მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთ შემთხვევაში აი როგორც მოგახსენეთ ზემოთ რომ ეს ხშირი დაგვირება წლების განმავლობაში მკურნალობა ადრე თუ გვიან და რაც უფრო გვიან მოხდება ეს დიაგნოსტირება მისი სწორი უფრო შორტასულ პროცესთან შეიძლება გქონდეს საქმე ციტოლოგიური მოგვიანებით კვლევები ადგენენ რომ ეს არის სიმშინური პროცესები და რაც შეეხება კეთილსებიან პროცესის ფარისებს ჯერგვალში კეთილსებიან კვანძოვან დაავადებებს არის ესეთი მიმართულება რომ ვთქვათ კვანძი რომელიც არის სანტიმეტრზე მეტი ზომით უკვე კლინიკურად ანუ ხელი პალპირდება ეხოსკოპიურადაც თვალნათლივ ჩანს უმეტესწილად როგორც გამოცდილება გვიჩვენებს ნაკლებად ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას და რა თქმა უნდა მაშინ უკვე საუბარი დგება უფრო აქტიურ ქირურგიულ ჩარევაზე ხშირია რომ პაციენტი ვთქვათ და ამ დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარების შემდგომ ლაბორატორიული ეხოსკოპიურ კვლევაზე, ციტოლოგიურ კვლევაზე, რა თქმა უნდა, გორმონალური კვლევა უნდა იყოს ჩართული ამაში. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა უნდა განისაზღვროთ, ჰიპოფუნქცია თუ ჰიპერფუნქცია მისი. და ამ ყველაფრის შემდგომ, როცა უდგინდება კეთილსებიანი წარმონაქმნი ფარისებრი ჯირკვლის, ძალიან ხშირად არიდებს თავს თქვა აქტიურ ქირურგიულ ჩარევას, რადგანაც საქმე აქვს პაციენტს კეთილსებიან პროცესთან. ამ შემთხვევაში საქმე ესეთნაირად დგას, რომ სტატისტიკურად კეთილსებიანი კვანძოვანი წარმონაქმნები ოპერაციის შემდგომ პერიოდში, რომელიც მორფოლოგიურად შეისწავლებიან და ეს ქსოვილი უკვე პოსტოპერაციულად განიხილება როგორც ქსოვილოვან დონეზე 35% შემთხვევაში მოდის ისეთი შემთხვევები, რომ საქმე გვაქვს უკვე გადაგვარებულ პროცესთან და ავტოსებიან დაავადებასთან. სწორედ აი ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი აქტიური ქირურგიული ჩარევა კვანძოვანი პროცესის დროს, რათა მოიხსნას რისკ ფაქტორი, რა თქმა უნდა, მისი ან ზომაში გაზრდის ან გადაგვარების, ან თუ უკვე ეს არის ავტოსებიანი დაავადება, საქმე გვაქვს მის ამ დაავადების სრულად მოშორებასთან. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს როცა ვახსენებთ, უნდა აღინიშნოს და უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად ჟღერს ონკოლოგიური დაავადება, ამით უმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოსი, როგორც ფარისებრი ჯირკვალია და პაციენტს, რა თქმა უნდა, ყველა პაციენტს აქვს ამისი შიში ოპერაციის შემდგომ რა იქნება რა დიაგნოზი, მაგრამ ამით შემიძლია ანუ გეშოვეს პაციენტი იქნება თუ ვინც რომ ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიურ პათოლოგიებს ძალიან კეთილსაიმედო და ნორმალური მიმდინარეობა გააჩნიათ შედარებით სხვა დაავადებებთან. ძალიან ესეთი მიმდინარეობა, რომ მით უმეტეს მისი სწორი დიაგნოსტიკის და სწორი ჩარევის შემთხვევაში მათი მკურნალობა, ეფექტური მკურნალობა დამარცხებთ, რომ 80-90%-მდე იზრდება. როცა უკვე დაავადება ფარისებრი ჯირკვლის ორგანოდან სცდება უკვე მის საზღვრებს და იძლევა გავრცელებას კისრის არეში რეგიონალური მეტასტაზების სახით და რეგიონალური გავრცელების სახით, რა თქმა უნდა, ეს პროცესები ბევრად უფრო რთული სამკურნალოა, თუმცა მაგ შემთხვევაშიც, როგორც ვახსენე, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები განეკუთვნებიან ნაკლებად აგრესიულ დაავადებებს, ასე ვთქვათ. ეს იმას აღნიშნავს, რომ პაციენტმა თავი შეიკავოს ოპერაციიდან და რაღაც უფრო კეთილი დაიჭიროს მომავლისთვის, არა, პირიქით, რადგან ეს დაავადება ესეთი დამყოლი არის ჩვენი ჩარევის და მკურნალობის მიმართ, მისი დროული მკურნალობა და ადეკვატური ჩარევა, რა თქმა უნდა, პაციენტის სიცოცხლის უნარიანობაზე და ხანგრძლივობაზე აილეკლება. საერთოდ რა კონკრეტულად რა გართულებებს და საშიშროებებს იწვევს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები? ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები დავიწყეთ მისი ძირითადი ფუნქციებიდან, ეს არის გორმონალურ აქტივობაზე რო ვისაუბროთ, მისი ჰიპერფუნქცია იწვევს ისეთ
რთულ პათოლოგიას მივდივართ იქეთ რთულ პათოლოგიებს როგორცაც ქვია თირეოტოქსიკოზი თირეოტოქსიური პროცესები ორგანიზმში რომელიც ნივთიერებათა ცვლას ცვლის ორგანიზმში რომელსაც ძალიან უფრო აი გავრცელებულ შემთხვევებში როცა უკვე ხანგრძლივად ეს უნკუნალებელი პროცესები არის აი ეგზოპთალმებით არის გამოხატული აი პაციენტებზე თუ შეგიმჩნევებთვისაც აი ტოქსიური აი თვალებით ეგზოპთალმი ბაზიდობის დაავადებაზე შეიძლება აქამდე მივიდეს ადამიანი როცა მისი ჰიპერფუნქციაზე არის საუბარი როცა მომატებული არის ფუნქცია და არ ექვემდებარება ფარისებრი ყვალი ორგანიზმის მარეგულირებელ სისტემებს მეორე უკიდურესობაა მისი ჰიპოფუნქცია როცა დაბალია ფუნქცია რომელიც იწვევს თმის წვენას პაციენტის ვიოლად დაღლილობას და პაციენტს მიდრეკილება აქ იმატებს პაციენტი წონაში და პროდუნე ხდება აი რაღაც ამორ დაავადებას ამორ მას შორის კლინიკურ ნიშნებს შორის ვარირებს მისი ჰიპერ და ჰიპომომატებასა და მის კლებას შორის რასაც მე გალკვეულწილად ალბათ ამათ მოყვება ფარისებრი ყვაში უნდა მახსენოთ როგორც თქვით კვანძოვანი პროცესების ჩამოყალიბება ახლა მცირე ზომის კვანძი რომელიც არის სანტიმეტრის და რაღაც ასე ამ ზომებში მცირე ზომების არ აღიქმება თვალნათლივად და მარტო ეხოსკოპიური იმტკინდება კვლევებით თუმცა რა თქმა უნდა არიან პაციენტები რომლებსაც აი თვალითაც რო შეხედავ უზარმაზარი წარმონაქმნები ადევს როგორც საყელო კისერზე და ეს პაციენტები რატომღაც ამათო იმ შეშის გამო რა თქმა უნდა მაინც თავს იკავებენ ოპერაციიდან ეს რა თქმა უნდა დაუშვებელია და რა თქმა უნდა სავალალო შედეგებამდე შეიძლება და დრო მაგ დროს მოქმედებს პაციენტის საწინააღმდეგოდ და არა პირიქით ხო და სხვაჩერს ასევე საინტერესოა განმეორებით როცა ხდება ჭიყვის ამოკვეთა ხომ რა ზოგჯერ რატომ ხდება ხოლმე რომ ჭირდებათ განმეორებით და დამატებითი მკურნალობა ან განმეორებითი ოპერაცია ესეც ხდება ხოლმე მრავლობითი მიზეზის გამო შეიძლება იყოს ეს ყველაფერი განპირობებული. ალბათ ჯერ პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში სწორი დიაგნოსტიკა მისი. განსაზღვრა ზუსტად დაავადების გავრცელების, დაავადების და პათოლოგიის გავრცელების და ოპერაციული ჩარევის დაგეგმვის. ასევე მნიშვნელოვანი არის მისი როგორც დღეღან ვახსენეთ ამ დაავადების ქსოვილოვანი შენების ზუსტი განსაზღვრა, რომელიც სამწუხაროდ როგორც თქვით, სამწუხაროდ ოპერაციის შემდგომ დგინდება მისი ზუსტი ხდება მისი ზუსტი ვერიფიკაცია და დაავადების ზუსტი გენეზის დადგენა. 35% შემთხვევაში, 30% შემთხვევაში, როცა საქმე გვაკეთილსვებიან თითქოს დაუწყნარ პროცესთან, შემდგომში ოპერაციის შემდგომ ირკვევა, რომ დაავადება იყო არც თუ ისე უპრობლემო საქმე გვაკავცებიან დაავადებასთან და ამ შემთხვევაში ხდება განმეორებითი ჩარევა თუ იქ დარჩა რამე პარისებრი ჭირკვლის ქსოვილი ან წილი. თუმცა არ არის გამორიცხული დაუშვათ თუ ამანტყოფს ჩატარებული აქვს ოპერაცია და დარჩენილი აქვს ჯანსაღი წილი ორგანიზმში თუ ის არ გადის შემდგომში დინამიურ დაკვირვებას პერიოდულად კონტროლს ენდოკრინოლოგიურს და არ აქვს კავშირი აქ იმ ენდოკრინოლოგთან და მისი ჰორმონალური სპექტრი არ განისაზღვრება როგორც წესი და რიგია იქაც რა თქმა უნდა შეიძლება მოხდეს ხელმეორედ კვანძის ჩამოყალიბება. აღარ ვსაუბრობ არარადიკალურად ჩატარებულ ოპერაციებზე, რა თქმა უნდა თუ ოპერაცია არ არის ჩატარებული სწორად, იქ საკმაოდ დიდი ალბათობა არის რომ დაავადება ხელახლა გაჩნდეს ან დარჩეს საერთოდ ოპერაციის შემდგომ. კარგით, გასაგებია. და ბოლოს ვიდრე დაგემშვიდობებით, მინდა რა ვიცი, რჩევები მისცეთ ჩვენს მსმენელებს მესმის და თქვენს ალბათ იტყვით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არავინ არ არის დაზღვეული იმის გამო, თუნდაც ამ შემთხვევაშიც რაიმე არასასურველი არ განუვითარდეთ. ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არ განვითარდეს ორგანიზმში სიმსივნური წარმონაქმნები. მაინც რა არის? ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენ თავად ახსენეთ, რა თქმა უნდა. არ მოწიოთ არ დალიოთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. აი რაც შეეხება კანის პათოლოგიებზე ვისაუბრეთ, ახლა
რადიაციული ფონი ზედმეტი და ჭარბი რაოდენობით არაფრით არ არის რეკომენდირებული კანისათვის, ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით პიგმენტური წარმონაქმნებისათვის. როგორც არის მზის ან თითქოს სწოლა, ასევე სოლარიუმი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯანმრთელობა თუ ზომიერების ფარგლებში ხდება, ლამაზიც არის, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არის, მაგრამ სოლარიუმის ზედმეტი რაოდენობით და ჭარბი რაოდენობით გამოსხივება ინსოლაცია საშიში წარმონაქმნების, რომლებიც ანუ დოზირებულად შეიძლება დოზირებულად კიდე შეიძლება და რა თქმა უნდა ჯობია ეს ყველაფერი ექიმ ონკოლოგის კონსულტაციის შემდგომ ეს ყველაფერი მოხდეს. იმიტომ რომ მოგეხსენებათ აი ეს პიგმენტური წარმონაქმნებისაგან ტრავმირების შედეგად რადიაციული დასახრების შემდგომ რადიაციული პროცესების შემდგომ უფრო ხშირად ვითარდება ცოტა აგრესიული დაავადებები, აი მელანომები ეს ალბათ ყველამ იცის რომ ხალის გაღეზანების შედეგად ესეთი დაავადებები ჩნდება. რა თქმა უნდა ამას ადამიანს უამრავი წარმონაქმნი აქვს კანზე, ყველა ადამიანს უამრავი პიგმენტური წარმონაქმნი აქვს, ყველას ახლა ვერ ვარაუდებ რომ მანდა მაინც გადაგვარდება და ჩამოყალიბდება აგრესიული პროცესი, თორემ მაგის გამო ყველას გასაკეთებელი იქნება ოპერაცია. არა. სწორედ სპეციალისტის მიერ უნდა განისაზღვროთ, რომელი წარმონაქმნი არის აქედან საშიში და რა რეკომენდაცია უნდა მიეცეს. და რაც თავდადროულად უნდა მიეკითხონ ექიმს, ნებისმიერი არის სასურველი ხო, რაღაცა ნიშნის შემთხვევაში პირდაპირ მიაკითხეთ ექიმს. კი ბატონო, მე გააგრძელოთ თავისი ცხოვრების ჩვეულებრივი წესი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე დაგემშვიდობებით, ჩვენი სტუმარი გახდათ მედიცინის დოქტორი, ონკოქირურგი, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის თავკისრის სიმსივნური დაავადებების სპეციალისტი მინდია ლანჩავა. გემშვიდობებით, მომდევნო გადაცემამდე და ჯანმრთელობას გისურვებთ.